მოგესალმებით, ჩემო პატარა. ახლა ზღაპრის მოსმენის დროა. მოდით წავიკითხოთ ზღაპარი. აბა თუ იცით, როგორ იწყება ზღაპარი? რა თქმა უნდა, მართალია. ზღაპარი ასე იწყება. იყო და არა იყო რა. აპრილიდან აპრილამდე. ასე ქვია ჩვენ ზღაპარს. ეს არის სათაური. აპრილიდან აპრილამდე. აბა მოეწყეთ, მოკალათდით კარგად და მოვისმინოთ ზღაპარი. იყო და არა იყო რა? ერთი თვალუწვდენელი და მშვენიერი ტყის უკეთესი რა იქნებოდა? ამ თვალუწვდენელ და მშვენიერ ტყეს დიდი და პატარა ნაკაფიანის ტყეს ეძახდა. ნაკაფიანის ერთ პატარა ახოში ტყის ბინადართა შვილებისათვის ძია თომას ჩინებული სკოლა ჰქონდა მოწყობილი. ძია თომა ტანმორჩილსა და გონიერ ნათუნიას ერქვა. ნაკაფიანში სწავლა 1 აპრილს იწყებოდა და ტყის ბინადრებმა შვილებიანად ახლად ამწვანებულ და აბიბინებულ სკოლასთან მოიყარეს თავი. გაზაფხულის შხაპუნა წვიმებს საკლასო მერხები ისე საგულდაგულოდ ჩამოირეცხა და გაისულთავებინა, რომ 1 კლასელებს ერთი სული ჰქონდათ, სანამ ამ ლამაზ ჯირკებს შემოუწყდებოდნენ. მეორე-მესამე კლასელებს თავი უკვე დიდებად მოჰქონდათ და ჯირკებს ზედაც არ უყურებდნენ. განზე გამდგარიყვნენ და ერთი მეორეს ზამთარში გატარებულ დღეებზე უყვებოდნენ. 1 კლასელები 3 იყვნენ. მელაკუდას მოუსვენარი ცინდალი, და ქალბატონ ბუს ტყუპები, ბაბო და ბუბა. ძია თომამ მშობლები რისვა ივაგლახით დააწყარა. მუხის ჯირკზე შესკუბდა და ხმამაღლა დაიბუბუნა. გილოცავთ 1 აპრილის მობრძანებას. ვუსურვებ თქვენს შვილებს კარგად სწავლასა და ყველა ხიფათის აცილებას. გმადლობთ, ძია თომავ, გმადლობთ. დაიძახეს აქეთ-იქიდან. ძია თომა მოწაფეები ყვავილების სურნელით სავსე კლასში შეიყვანა. მოდი ახლა განვიხილოთ ცოტა უცნაური სიტყვები და გავიგოთ თუ რას ნიშნავს. წავიკითხოთ ამ სიტყვების ნიშნულობა. რა არის ახო? ხომ გახსოვთ წინადადება? ხომ მოისმინეთ? ნაკაფიანის ერთ პატარა ახოში ტყის ბინადართა შვილებისთვის ძია თომა ჩინებული სკოლა ჰქონდა მოწყობილი. ახოში. რა არის ახო? ახო გაჩეხილი ადგილი ტყეში. ბინადარი, ანუ მცხოვრები. ტანმორჩილი. ძია თომა ტანმორჩილი დათუნია, ხო? ტანმორჩილი ნიშნავს პატარა ტანის დაბალს. ტანმორჩილი, ანუ პატარა ტანის. ჯირკი. ჯირკი, გადაჭრილი ხე. ერთი და ესეც მეორე. ცინდალი. ასე ჰქვია მელიის შვილს. ჩემო პატარებო, შეგიძლიათ რამდენჯერმე მოისმინოთ ზღაპარი, რათა შემდეგ კითხვებს გასცეთ პასუხი. აბა ნახოთ, ვინ იყო ყურადღებით და ვინ მოისმინა გულისხმობით ზღაპარი. შეკითხვები ასეთია.
როგორ იწყება ეს ამბავი? ვინ იცის, რა ამბავი იწყება ხოლმე ყოველთვის ასე? იყო და არა იყო რა? მესამე შეკითხვა. რა იყო მოწყობილი ნაკაფიანის ტყეში ერთ პატარა ახლოში? ვინ იყო ძია თომა? როდის იწყებოდა სწავლა ნაკაფიანის ტყეში? ჩვენ შემოდგომაზე დავიწყეთ სწავლა 15 სექტემბერს. სექტემბერი შემოდგომის თვეა. ცხოველებმა გაზაფხულზე. ვინ იცის წელიწადის რომელი დროა შემოდგომის შემდეგ? ჩამოვთვალოთ წელიწადის დროები. რატომ იყვნენ ცხოველები? რატომ იწყებენ ცხოველები სწავლას გაზაფხულზე? რატომ იწყებენ ცხოველები სწავლას გაზაფხულზე? აბა დაფიქრდით. როგორ მერხებზე სხედან ცხოველები? რას ფიქრობდნენ პირველკლასელები? როგორ იქცეოდნენ მეორე მესამე კლასელები? ვინ იყვნენ პირველკლასელები? ვინ იყვნენ პირველკლასელები? აბა გაიხსენეთ. რა უსურვა მშობლებს ძია თომამ? აი, სულ ეს იყო. მადლობა ყურადღებისთვის. იმედია მოგეწონა ზღაპარი.